მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები მიმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო. ბავშვებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა მრავალფეროვანი პროგრამაც, დედაქალაქში კი ორბელიანის მოედანზე საშობაო სოფელია მოწყობილი ხატია იობიძე ამბობდა. დედაქალაქში ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობაა. საახალწლო სოფელში მრავალფეროვანი გასართობი სივრცეებია. სამეწარმეო და გასტრონომიული მარკეტები, გამოფენა გაყიდვა, სანტას სახლი და ატრაქციონების პარკი. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ადგილზე მოსული სტუმრების განწყობას აამაღლებს. დღის განმავლობაში ზღაპრის გმირების მსვლელობა, საბავშვო კონცერტები და ღია თეატრალური წარმოდგენები იმართება. საახალწლო განწყობილება არის სუფევს აიღო ყველა თითოეულ დეტალში იკვეთება გინდა გვირებში, გინდა გაფორმებებში და გინდა მუსიკაში. წინა საახალწლო განწყობებას ქმნის ძალიან საუკეთესოს. საზეიმო ვითარებაში აინთო წყალტუბოს მთავარი ნაძვის ხე, სადაც მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეების განწყობაზე ანიმაციური გმირები და მოსიარულე ორკესტრის წარმომადგენლები ზრუნავდნენ. პატარები ტრადიციულად თოვლის ბაბუმ დააჯილდოვა და დღე გალა კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. Ჩვენ მექვს წარმოდგენილი სკულპტურული თაბაშირი, ხის პროდუქცია, საახალწლო სათამაშოები, ეპოქსიდი და ბევრი სხვადასხვა ნაწარმი. ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე ბულვარის ტერიტორიაზე ფოიერვერკების ფონზე აინთო. ცერემონია გალა კონცერტით გაგრძელდა. ძალიან ლამაზი გარემო შეიქმნა ბავშვებისათვის და მიულოცო მთლიანად საქართველოს. საახალწლო განწყობაა შუახევშიც. ტერიტორიაზე დაიდგა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები და ინსტალაციები. გრანდიოზულად აინთო მთავარი ნაძვის ხე. იმართება საახალწლო ღონისძიება, კონცერტი, სხვადასხვა აქტივობებით არის დატვირთული, ყველა თაობის ადამიანისათვის არის ყველაფერი მზად, განსაკუთრებით რა თქმა უნდა გულწრფელები არიან ბავშვები. მთელი დღის განმავლობაში პატარების და არა მხოლოდ მათ განწყობაზე ზღაპრის გმირები, ელფები და სანტა-კლაუსები ზრუნავდნენ ახალქალაქშიც. გაიმართა საახალწლო კონცერტი, მოეწყო მოსიარულე ორკესტრის შოუ. მთავარი ნაძვის ხეც აინთო და დღე გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა. ახალქალაქი ძალიან ლამაზად გვაქვს მორთული, საზეიმო განწყობა გვაქვს, ვღნიშნავთ მომავალ ახალ წელს. დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებას შეუერთდა დმანისიც. აინთო მთავარი ნაძვის ხე, მერიასთან განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები და ინსტალაციები. საღამო გრანდიოზული გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა. იმართება წინა საახალწლო ღონისძიება ახალი წლის დღეები, სადაც ხდება ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა გაყიდვა. ამოღლებული საახალწლო განწყობა არის. საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარდა 63 ქალაქს მოიცავს და ის 7 იანვრამდე გაგრძელდება.